ვლოგს ვაგრძელებ. ბევრი მწერს, რომ ეს რეზოლუცია კი მიიღეს, მაგრამ შიგნით რა წერიაო და გუშინ კი გასაჯაროდა ამ წინასწარი შეჯერებული ვერსიიდან რა იქნებოდა შიგნით, მაგრამ ჯერ რადგან არ არის დადებული მაინც საბოლოო ვერსია, ამ დრაფტიდან შემიძლია უცებ შევეცდები მოგიყვეთ რა წერია. ბევრი პუნქტებია ძალიან ვრცელი რეზოლუცია, ამიტომ სადაც მოწოდებები და ეგეთი რაღაცები წერია, მარტო იმ ნაწილზე გეტყვით უცებ თანამედროვე ესეც ძალიან ბევრია, მე მგონი 30-მდე პუნქტია. მოგეთ ერთი რაც წერია არის ის, რომ მოუწოდებენ Georgian Dream Authority-ს, ანუ არსად როგორც მთავრობა არ მოიხსენება ქართული ოცნება, მათ მოუწოდებენ რომ შეწყვიტონ ეს ძალადობრივი რეპრესიები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, ნუ ერთი პარაგრაფი, მსხვილი პარაგრაფი არის. ამაზე რომ პატივიცენ ადამიანის უფლებებს და ასე შემდეგ. თulis ევროპარლამენტი რომ საქართველოს არის ქვეყანა სადაც სახელმწიფო არის მიტაცებული არალეგიტიმური ქართული ოცნების რეჟიმის მიერ და ნუ რაღაც ხმამწუხარებას გამოხატავს იმის გამო რომ საქართველოს გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და ასე შემდეგ. ეს არის პირველი პუნქტი. ძალიან მოკლედ მეორეში წერია, მეორეში ხაზგასმული არის ის, რომ არ აღიარებენ 26 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებს, პირდაპირ ესე წერია, რომ გაყალბებული არჩევნებია და შესაბამისად წერია, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი და ჩატარდა რაღაცა დემოკრატიული პრინციპების იმის ამის დარღვევებით და ასე შემდეგ. მე რაღაცები წერია, მაგრამ გავირბენ თორე ძალიან დიდი ვიდეო გამოვა. მესამეში წერია მოწოდება ევროკავშირის წევრი ევროკავშირისთვის ცალკე, წევრი ქვეყნებისთვის ცალკე და ეროვნული პარლამენტებისთვის ცალკე, რომ არ აღიარონ მოკეთ ქართული ოცნების რეჟიმი. მეოთხეში საუბარი არის სალომე ზურაბიშვილზე, რომ ის არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, ან პრეზიდენტი საქართველოში და მათ შორის მოწოდება არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტისადმი, რომ შემდეგი ევროპული საბჭო შეხვედრაზე ევროპული საბჭო არის, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირები ზიანდა, ეგ არის მთავარი ორგანო ევროკავშირის, ეგენი ასაც გადაწყვეტენ, ეგ არის ამბავი მე ევროკავშირში, რომ შემდეგ შეხვედრაზე ამ ევროპული საბჭოში სალომე ზურაბიშვილს იქნებ დაუძახოთო და დაესწრო შეხვედრასო. და ასევე შემდეგ პოლიტიკურ კომიტეტი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტი თუ რაღაც არის ეგეთი European Political Committee სამიტი, იქაც იქნებ დაპატიჟოთო. მეხუთეში არის ხაზგასმა იმაზე, რომ ერთადერთი გზა ამ შექმნილი პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისიდან არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და მე რაღაც ტექსტები მოდის. მეექვსეში არის მოწოდება საბჭოსადმი და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისადმი და განსაკუთრებით EU25-ია აქ საუბარი არის უნგრეთის და სლოვაკეთის გარეშე 25 ქვეყანამ, რომ ბილატერალურად, ანუ ორმხრივად და ერთმანეთში კოორდინირებული გზით რომ მიიღონ ტარგეტირებული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის, მისი კომპანიების წინააღმდეგ, ანუ რასაც ვერ ახერხებენ კონსენსუსის გზით, რომ ევროკავშირმა ერთიანად დააწესოს ეგეთი სანქციები, მოუწოდებენ რომ ინდივიდუალურმა ქვეყნებმა სათითაოდ გააკეთონ ეგ და რომ იბაძონ ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას და ჩეხეთს ისევ როგორც ამერიკას და ბრიტანეთს. შემდეგ არის იგივე მოწოდება იგივე ინსტიტუტებისადმი, რომ ასევე პერსონალური სანქციები დაუწესდნენ ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, კახა კალაძეს და ასევე ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე რომ სანქციები გავრცელდეს მოსამართლეებზე და მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე. ასევე გავრცელდეს სანქციები იმედი, პოსტივი, რუსთავიორი, ამათ ოუნერს ხო, მფლობელებზე, ვინც დეзинფორმაციას ავრცელებს. ეს არის მე-7. მერვეში არის დიდი სია, ჩამონათვალი ადამიანების ვიზაც ასევე ითხოვენ დასაქციებას, აქვე გაშლათ არის, აქ არის ეკატერინე ხვედელიძე, უტა ივანიშვილი, ცოტნე ივანიშვილი, ბერა ივანიშვილი, გვანცა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილის, შმაგი კობახიძე, უჩა მამაცაშვილი, ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ივანე ჩხარტიშვილი, იოვანო ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე, ივე რიჟა, თორნიკე რიჟვაძე, აჭარაშირვა, ილია წულაია, არქი, კახა ბექაური, კომუნიკაციების მარეგულირებული კომისია, ლაშა ნაცვლიშვილი, ეს ის როგორც იდეოლოგი, ვასილ მაღლაფერიძე, საზმაო, გრიგოლ ლილუაშვილი, სუსი, მიხეილ ჩინჩალაძე, სასამართლო, ლევან რუსიძე, სასამართლო, ირაკლი რუხაძე, იმედი, თინათი ბერძენიშვილი, საზმაო, თამაზ გაიაშვილი, აირზენა და ანტონ ობოლაშვილი და გოჩაინოქიძე პარლამენტი. ნუ პარლამენტის გარდა მათ რაღაც ბიზნესებიც აქვს, მაგრამ როგორც პარლამენტი ეგრე იყვნენ. აქ ეს ჩამონათვალე კონკრეტულად. ხო, მე-9 არის კარგი ჩანაწერი, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ აღმასრულებელი შტო ევროკავშირის
ამ შტოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მაინც და მაინც არ არის ადეკვატური შექმნილი სიტუაციის საქართველოში, ანუ ესენიც გაბრაზებულები არიან თუ ნაწყენები არიან თუ რა შეშფოთებულები არიან იმითი რომ მასწავლებელი შტო ევროკავშირის არ არის ისეთი სწრაფი და ეფექტური როგორც მეღოს და აქ პატარა მისხმარი კიდე უნგრეთზე და სლოვაკეთზე რომ ჭედავენ პროცესებს. შემდეგი არის ვიზა ლიბერალიზაციაზე არის ჩანაწერი. ხო, საუბარია იმაზე რომ შეაფასონ საქართველოში არსებული სიტუაცია და განიხილონ ეს ვიზო რეჟიმი საქართველოსთან რო არსებობს რამდენად არის ადეკვატური იმ რეალობის რეალობაც საქართველოში არის. შემდეგ არის დაგმობა ამ ძალადობის და რეპრესიების დემონსტრანტების მიმართ, ცალკე არის გამოტანილი მზია ამაღლობელის ამბავი, ასევე ცალკე არის გახარიაზე ფიზიკური ანგარიშტორების ამბავი და ცალკე არის ნიკამელია გიგიულავას დაკავების ამბავი. ერთ პარაგრაფში ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ეთქვა ცალკე ჩანაწერი იყო, ვიღაცების ცალკე გამოტანა უნდათ და გამოიტანეს. შემდეგ არის რაღაცა სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და ისა და ესა, მხარდაჭერა და რაღაცა, მოწოდება რომ შეცვალოს კურსი დე-ფაქტო ხელისუფლებამ. შემდეგ არის დაგმობა იმ შემზღუდავი კანონმდებლობის, რომელიც გამოხატვის და შეკრების და მანიფესტაციების რაღაც უფლებებს ზღუდავს, ახალი რაღაც რეგულაციები რაც მიიღეს. შემდეგ არის ჟურნალისტების ხარდამჭერი განცხადება და დაგმობა ჟურნალისტებზე ძალადობის და შემდეგ. შემდეგ არის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე და მიუკერძობელი გამოძიება პოლიციის მხრიდან ძალადობის ამბების ამის მოთხოვნა. შემდეგ არის რაღაცა სუსმარო გამოძიება დაიწყო, რაღაცა სახელმწიფო გადატრიალება თუ რაღაც ტერორიზმი თუ რაღაცა სიგიჟე რომ გამოაცხადეს ბოლოს მოგეთ მაგაზე არის რაღაც ბოდვაზე არის ჩანაწერი გმობენ. შემდეგ არის სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიმართული რაღაც კამპანიების დაგმობა, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა. შემდეგ არის გმობენ რომ მანდატები გაგვიუქმეს. ამას ატოგმობენ არ ვიცი. მიესალმებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც დაახლოებით რამდენი ხის წინ იყო, 1 კვირის 10 დღის წინ იყო. იქაც ბევრი კარგი ჩანაწერია. შემდეგ არის მითითება იმაზე, რომ საქართველოს ერთდროს იყო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მოწინავე ქვეყანა და ეხლა რაღაც პარალელებს ავლებენ ბელორუსთან. გმობენ ირაკლი კობახიძე გადაობა არის, რომ რეზოლუციაში ირაკლი კობახიძეს ეძახიან, ანუ არანაირი ტიტული არ აქვს გუშინას თქვის. მოგეთ გმობენ ამ მის განცხადებას, რომ აჩერებს რაღაცა მოლაპარაკებებს ევროკავშირის გაწევრიანებაზე. არა თუ suspend action talks and reject და უარს ამბობს ევროკავშირიდან თანხების მიღებაზე 2028 წლამდე და ახსენებენ რომ საქართველოში ყველა კვლევა ათვენებს რომ ქართული ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა არის ევროკავშირის ინტეგრაციის მომხრე. შემდეგ არის მოწოდება რომ მოხდეს სასწრაფო და ყოვლისმომცველი აუდიტი ევროკავშირის პოლიტიკისა საქართველოსთან მიმართებაში. დაახლოებით იგივეა თუ გახსოვთ ბაიდენის ადმინისტრაციაში რაც იყო, როცა მაშინ სახელმწიფო მდივანს დაევალა, სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა, რომ გადაეხედა საქართველოსთან ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებისთვის რაღაცა ყოვლისმომცველად. აქაც იგივეზე არის ლაპარაკი და მოთხოვენ კომისიას, რომ გადახედოს საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას ძირითადი პრინციპების დარღვევის გამო, რომელსაც არღვევს ქართული ოცნება. და ასე შემდეგ მოგეთ მაგის გადახედვაზე საუბარი. შემდეგ არის მიესალმება კომისიის გადაწყვეტილებას, რომ ყველა საბიუჯეტო დახმარება შეჩერდეს საქართველოსთან მიმართებაში. შემდეგ არის მოწოდება კომისიისადმი, რომ დააიდენტიფიცირონ ეკონომიკის ის სექტორები, რომელშიც არის ოლიგარქიული ინტერესები და მოკლედ ეს ჩანაწერი გულისხმობს იმას, რომ შეიძლება ველოდოთ უკვე ეკონომიკური შინაარსის სანქციებს რაღაცა სექტორების მიხედვით, როგორც ჩანს. ასევე კომისიას ავალებს, რომ განსაზღვრონ და აიდენტიფიცირონ რაღაცა connectivity projects, ანუ რაღაცა ტიპის პროექტები, რომელიც მხარს უჭერს და ანუ რაღაც საყრდენია ასებული ავტორიტარული მმართველობის და შესაბამისად განიხილონ ამ რაღაცებზე დარტყმა შეჩერება, სანამ რაღაცა საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება ქვეყანაში. შემდეგ არის გმობენ დაშინებისა და რაღაცა პოლარიზაციის კლიმატს, რომელსაც ქართული ოცნება აღვივებს საქართველოში, მათ შორის რაღაცა პოლიტიკურ პლურალიზმის თავდასხმას და ასე შემდეგ. შემდეგ არის მოწოდება კომისიისადმი, ევროკომისიაზე ლაპარაკი, რომ არჩევა სწრაფად მოახდინონ იმ გაყინული 120 მილიონი ევროს გადამისამართება და ეს ფული მოახმარონ დამოუკიდებელი მედიის და
NGO-ების დახმარებას, მათ შორის განსაკუთრებით ეს აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც USAID-მა შეაჩერა და ფინანსებები უწერენ. შემდეგ გამოხატავენ ღრმა მწუხარებას საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებასთან დაკავშირებით და ამაზე არის რაღაცა ტექსტი. შემდეგ არის მოთხოვნა პრეზიდენტ სააკაშვილის ჰუმანიტარული საფუძვლებით გათავისუფლებაზე. და ბოლოს არის მოგებოლთ ავალებენ პრეზიდენტებს უმაღლეს წარმომადგენლებს და შემდეგ მოკლედ თავის აღმოსავლებში ტოს სხვადასხვა მაღალ თანამდებობის პირებს რომ ეს რაღაცები რაც აქ არის ჩაწერილი რაც შეიძლება სწრაფად შეასრულონ. ჯამში არის ყოვლისმომცველი ტექსტია. ეხლა მე რაც გავიარე ეს არის მარტო ის ნაწილი სადაც საუბარი არის იმაზე თუ რეების გაკეთებას ითხოვენ. ამის გარდა არის თავიდან მოყოლილი რა ხდება ქვეყანაში რა სიტუაცია საკმაოდ დეტალურად არის ბევრი ხდებათ გავლილი. ჯამში განსხვავებით პასე არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სადაც კვირა 10 დღის წინ იყო ამბავი და რეზოლუცია მიიღეს. აქ განწყობები ბევრად უფრო დალაგებულია, მოდი ესე ვთქვათ, იქ ბევრად მეტი ჭიდაობა იყო საჭირო. აქ რეალურად ერთადერთი ვინც ხმა მოიყო, იყო ეს გერმანული AfD, ეს ხალხი არიან, რომელთა წარმომადგენლებიც აფხაზეთში არიან ნამყოფი, რუსეთის ოკუპაციის მერე ყირიმში არიან ნამყოფი. რო კითხვა არ არიან პრორუსები, მაგრამ რეალურად ყველაფერს აკეთებენ იმას, რაც რუსების ინტერესებშია. მარტო მაგ AfD-ს წარმომადგენლები იყვნენ, ვინც რაღაცა ამენდმენტები დააყენეს, 5 თუ 6 ამენდმენტი, რომელიც იქნებოდა იმ პათოსის საწინააღმდეგო, რომელიც ახლა ამ რეზოლუციაში არის. ანუ ჩვეულებრივი პროკოცული, პრორუსული ამენდმენტები ქონა და ყველა ჩავარდა აბსოლუტურად თან რაღაცა აბსოლუტურ უმრავლესობით. ანუ არასერიოზულად უყურებდნენ ყველა მაგ ამენდმენტს, არავის არ ქონდა მაგის ილუზია, რომ რომელიმე გავიდოდა. დანარჩენი, რა ვიცი, აქ ყველა სხვა პოლიტიკური ჯგუფი, რაც კი იყო, ყველას თავისი რეზოლუცია ქონა მომზადებული და ყველა რეზოლუცია პრაქტიკულად მსგავსი იყო, გარდა განსხვავებისა პატარა დეტალებში და ტონის სიმგაცრეში. ახლა რაც მიიღეს, აქ არის ყველა ერთად შეჯერებული და ტონიც საკმაოდ კაცრია. რაც შეეხება ამ რეზოლუციის იმას, ხა კომენტარები ვნახე, რომ რაღაცა ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციებს და მე რა და რაღაცა არ არის ეგეთი აქტივი ამბავი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა შემდეგ რეზოლუციაში მინიმუმ ტონი არ იყოს შერბილებული და კარგ შემთხვევაში პირიქით გამკაცრებული იყოს. ეხლა რა შედეგის დაიდო არის ეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო ყოვლისმომცველი და უფრო მკაცრი არის, ვიდრე იყო წინა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რაც არის კარგი. ხო, ევროპარლამენტი არის ევროპარლამენტი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტიტუტია, მაგრამ ბევრი რამე არის დამოკიდებული კერძოდ ინდივიდუალურად ქვეყნებზე. ინდივიდუალურად ქვეყნები რას იზამენ, ნახოთ, სამუშაო არის ჩემი აზრით ყველა დედაქალაქთან მიმართებაში. ერთი მნიშვნელოვანი რაც აქ არის ეს მოწოდება, კი გავიარე, მაგრამ ეს მოწოდება ინდივიდუალური ქვეყნებისათვის რომ მათ გაიზიარონ ბალტიის ქვეყნების და ჩეხეთის გამოცდილება და ინდივიდუალურად დაუწესოს აქციები, რადგან კონსენსუსი ვერ დგება უნგრეთის და სლოვაკეთის გამო, ეგ არის ჩემი აზრით კარგი მოწოდება. ხო, დანარჩენი რა ვიცი, აქ რაც არის ამბავი, ეგ არის. დანარჩენი ნახოთ დროებით.